მიუწევთ რომ იმას. სახში იმართი შეცხარი. ხარი იყო არა, სამიხახე გუშინ მოსაკნედა. სამით მეგობრებო, როგორც ნახეთ, ანალიზები გავიკეთეთ უზმოზე რა თქმა უნდა. უზმო მოიაზრებს შემდეგს რომ არც წყლების გამოხეხვა, არც წყლის დალევა, ბოლო 12 საათის განმავლობაში არ უნდა გქონდეს არაფერი ნაჭამი, ასევე დალეული მედიკამენტები, დანამატები და ასე შემდეგ. ამ კონდიციით მიდიხარ და აბარებ ანალიზებს. ყველა ანალიზი ჩავაბარე რაც საჭირო იყო, პასუხებს როგორ ვიცი და არის დამოუკიდებელი. ან ყველა ანალიზი არის წესრიგში, ჰორმონების ჩათვლით. რაც ძალიან კარგი შედეგია და სიმართლე გითხრათ, არც ველოდი ცუდ შედეგს, მაგრამ ვინც ხშირად მიყურებთ კი იცით რომ ყოველ თვე ვიკეთებ საერთოდ ანალიზებს და ვაკონტროლებ მაქსიმალურად თითოეულ დეტალს. ერთადერთი ჩემი პრობლემა არის ხოლმე ღვიძლი, ზოგადად ბუნებრივად ცოტა სუსტი ღვიძლი მაქვს, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ვარღვევ კვებას, არ ვარღვევ, რამე გადაცდომა არის თუ არ არის, მაინც ღვიძლის ფუნქციები არის ხოლმე ცოტა არეული. შესაბამისად, მაგისთვის ყოველთვის ვიყენებ დანამატს, ეს არის ნაცეტილცისტინი. და ამას ვიყენებ ხოლმე მაგ ხრივ ღვიძლის დამცავია. სხვა ისეთი არაფერი არ გვჭირდება, სისხლი კარგად არის, თუ თრომბოციტები აწეულია ხოლმე ძალიან ნიშნავს რომ ოდნავ სისხლი შეიძლება იყოს გასქელებული, მაგრამ ამისთვის მე C ვიტამინს ვიყენებ და ყველაფერი არის კონტროლში. შესაბამისად ანალიზები თუ არ კმაყოფილი. დღეს თლიან კვებას გაჩვენებთ, თუ რას ვჭამთ ორი კვირით ადრე. როგორც გითხარით, ცხიმი ცოტა კიდე გვჭირდება რომ წავიდეს, მიუხედავად იმისა რომ ფორმას ვინარჩუნებთ, ოდნავ მეტი სიმშრალე მჭირდება ამ შემთხვევაში უკვე ბათუმში. შესაბამისად, გვექნება მაგაზე აქცენტი. ასე რომ ეხლა გადავიდეთ პირველ კვებაზე. სანამ უშუალოდ პირველ კვებაზე გადავალ და გეტყვით თუ რა ვჭამ, ასევე მოგახსენებთ რომ კარდიოები არის შემცირებული, მაგრამ არ არის ამოღებული. ან ყოველ დილით ვაკეთებ კარდიოს 30 წუთი დაახლოებით, უბრალოდ სიარული, რაც ქვია დაბალ ინტენსიური კარდიო, რომ რა თქმა უნდა ამ დროს სხეული უფრო იყენებს სხვა სახის ენერგიას, სხვა სახის ენერგიაში გულისხმობ არაკუნთის ენერგიას. მაღალ ინტენსიური კარდიო, როდესაც გაქვს, ძირითადად კუნთიდან იღებს ენერგიას, შესაბამისად ჩვენ აქცენტი გვაქვს დაბალ ინტენსიურზე. რაც შეეხება პირველ კვებას, ამ ყველაფერის მერე იწყება ეს პირველი კვება. ბრინჯი დაახლოებით გამოდის 300 გრამი მოხარშული, უმადრო გითხრათ არის 85 გრამი დაახლოებით. დამატებით გვაქვს 150 გრამამდე ფილე, ბზაწონა უკვე, ერთი მთლიანი კვერცხი, ასევე 10 გრამი არაქისის კარაქი, 10 გრამი ქიშმიში და დამატებით ბოსტნეულად კიტრი. დაახლოებით 100-150 გრამი გამოდის ხოლმე. დარიჩინი თავისთავად და 3 გრამი მარილი. ასე რომ პირველი კვება ასე გამოიყურება. ყველაფერს ნახავთ კალორიები, გრამები და რაღაცები როგორ იქნება. შესაბამისად ამ კვების შემდეგ ყოველ 60 საათში გვიწევს ისევ ჯამში 5 კვება. და ესე ჩვენი განსაკუთრებული კვება ვარჯიშამდე ჩვენს მონაპოვართან ერთად ულამაზესი თასია მინდა აღნიშნო. ვაკეთებ ბრინჯის კრემი, რომელიც თქვენთვის ნაცნობია, 90 გრამი ბრინჯი დაახლოებით უმიწონა, ერთი თლიანი კვერცხი, 10 გრამი არაქისის კარაქი, 100 გრამი მარწყვი, 10 გრამი ქიშმიში, დარიჩინი, პროტეინი დაახლოებით 30-40 გრამი და 3 გრამი მარილი.
იდეალურად გამოიყურება, ძალიან გემრიელია, ძალიან კარგ ენერგიას მაძლევს და ჩემთვის არის ძალიან კარგი მიგნება და აღმოჩენა. ასე რომ შეგიძლიათ თქვენ ცადოთ, მართლა ძალიან კარგი ინსტრუმენტია კვებაში, განსაკუთრებით ვარჯიშის წინ. ესე იგი, ჩვენი საურჩო გეგმა დღეს იქნება ბარძაკის ბიცეპსის საჯდომი, ალოს ამქონია სასავე გაყოფილი და ეხლა თუ გვექნება. ყველაზე პრობლემური ნაწილი, მაინცაც წყალს და ცხიმს ვიგროვებ და ბოლო ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად არის ხოლმე გასასვლელი არის ეგორი ზონა, ჩემთვის პირადად. შესაბამისად, ეხლა ვეცდებით, რომ მაქსიმალურად სისხლის მიმოქცევა ამ ადგილებში ავამუშავოთ და ეს ბოლო ნაწილიც გამოუწუროთ კარგად. ასე რომ ეს ცალ-ცალკე გვექნება ეს დარჩენილი დღეები რაც გვაქვს. პირველ რიგში ვაკეთებთ ექსტენზიას, ოღონდ საჯდომისთვის. ეს როგორ გეთდება? მოდნა მოხრილები ამოდივართ, ფეხები განზიადოთ, ვცდილობთ რომ საჯდომი შევკუმშოთ. ამ შეკუმშვას ვინ არჩევს დაახლოებით 1-2 წამი. და მაქსიმალური აქცენტი მივუწევთ საჯდომს. მეორე ვარჯიშს გავაკეთებთ ჩემს ფავორიტ ვარჯიშს საჯდომზე, რომელიც არის დამდგარი გამზიდველი. ვერ ვაკეთებ ხიდს თქვენ კარგად იცით, რადგან ვერ ვაკეთებ ხიდს, რადგან ბარძაკის ბიცეპსი არ მიშვებს და მინასკვება. შესაბამისად, ეს კონკრეტული ძალიან კარგ ზომილობას მაძლევს და მორგებული მაქვს საკუთარ თავზე. Fuck. Tambrida. შემდეგი ვარჯიში არის რუმინული, რომელსაც აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. დადებითი არის ის, რომ ეს ვარჯიში გვაძლევს საშუალებას, რომ გარკვეულწილად საჯდომის მოვარჯიშოთ, ასევე ბარძაკის ბიცეპსი, წელის კუნთებიც. უარყოფითიც ეს არის, რომ ეს სამივე ერთად რთული არის, განსაკუთრებით თუ წელი ჩაგერთო, ვეღარ ასრულებ მოძრაობას. მე ექსტენზიიდან გამომყვა უკვე წელის პამპი, რაც უკვე ცოტა მაპყოლებს ამ ვარჯიშის გაკეთებაზე. მაგრამ მაინც რამდენიმე მისვლას ვიზავთ მაღალ გამეორებაში.
წელის პრობლემა აქვს ყოველთვის. უფრო მეტად ვიდრე ან წონის ან შესრულების. ახლა კი დავიწყებთ ბარძაყის ბიცეპს. პირველ რიგში გავაკეთებ მომხრელს. რადგან წელი მაინც დაღლილი მაქვს და დამჯდარში შესრულებას მიჩვენე ჯერ დაწოლილი გავაკეთო. აქ გვექნება პაუზები და რა თქმა უნდა, შესაბამისი წონა. მაქსიმალურად აქცენტირებული ვარ შეგრძნებაზე. ეგო არის გულით გადადებული. კოთი აღარ იკუშება. Fuck. გაიღოს. და ბარძაყის ბოლო ვარჯიში იქნება მომხრელი დამჯერ მდგომარეობაში. ეს ძალიან მაგარი ვარჯიშია. ბოლო ვარჯიში მოგო გამითიშა. ვეღარ ცხლი ბოლომდე. საკმაოდ დიდი წვა აქვს ბარძაყის ბიცეპს. და ჩვენს ეს გვინდა მაქსიმალური წვა. ამის შემდეგ ჩავდგებით პოზებში, მაქსიმალურად დაჭიმვა საჯდომის და ბარძაყის ბიცეპს. და ეგ არის საკმარისი იქნება დღეისთვის. ეს გონი მაქსიმალური გაწურვა იყო, ხო? ოხჩ. და ახლა მაქსიმალური დაჭიმები გავაკეთოთ, რამდენიმე მისვლა საჯდომი და ბარძაყის ბიცეპს. მოკლედ ძალიან კარგი ვარჯიში გამოგვივიდა. ყოფილი ვარ. და ნუ ეხლა ჯერ პროტეინს დავლევ და შემდეგ გვექნება ჩვენი ვარჯიშის შემდეგ კვება, რომელიც არის 80 გრამი ბრინჯი, უმის წონა, 200 გრამი ქათმისფილე, 100 გრამი კიტრი, 10 გრამი არქის კარაქი და 10 გრამი ქიშმიში. ნუ დარიჩინთან და 3 გრამ მარილთან ერთად. იდეალური კვება. აქტივობებიც უკვე გქონდა. ნახევარი მორჩი. ეხლა ვიწყებ მუშაობას 8 საათი დაახლოებით და მუშაობის შუალედებში რა თქმა უნდა კიდევ ორი კვება გვექნება და იქნება ჩვენი დღევანდელი გეგმაც. ესე იგი მეოთხე კვების დროს დადგა. ნუ სტანდარტული ვარიანტი გვექნება ისევ. აქ არქის კარაქი უკვე აღარ არის. ანუ 80 გრამი ბრინჯი, 200 გრამი ქათამი, 100 გრამი კიტრი, 10 გრამი ქიშმიში, დარიჩინი და ნუ მარილით შემცირებულია. ამ შემთხვევაში გვექნება მხოლოდ 2 გრამი. ნუ სტანდარტული კვება ისევ გემრიელი, ჩვეულებრივი, ასე რომ ასე გამოიყურება ჩვენი მეოთხე კვება.
უკვე დამასწავლაში 10 საათი მოვიდა ორჩი მუშაობას და გვიწევს ჩვენი ბოლო კვება, ანუ მეხუთე კვება. ძალიან დავიღალე, ალბათ სახში მოვთხოვ ეგრევე დავიძინებ. მაგრამ რა თქმა უნდა შრომა საჭიროა და არ დავზარდები, დაპირებული მაქვს რომ ჩვენ დღეში თუ რამდენი საათი დარჩენილი მაქსიმუმს გავაკეთებ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ბოლო კვება გამოიყურება 100. აქ გვაქვს 100 გრამი თინუსი და დამატებით 150 გრამი ქათმის ფილე და 100 გრამი ან ცოტა მეტი კიტრი. 1.5 გრამ მარილთან ერთად. ასე რომ, ხოლოდ ეს არის ჩვენი ბოლო კვება, რომელიც უნდა მიყოფილოთ ხვალ დილამდე. გავლილი კილომეტრაჟი დღეს გამომივიდა დაახლოებით 12 კილომეტრი, რომელიც მიწევდა, ვარჯიშიც ჰქონდა და ყველაფერი იდეალურია. ასე რომ ეხლა მას მივირთვევ და ჩვენი კვებაც ასე დამთავრდება.